თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიქი. სიტყვა ესე, ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნათ 7:1. თარგმანი, ამას სიტყვასა ნეტარი პავლეცა იტყვის და უფრო ის ღამასცა ქრისტე იტყვის პირითა პავლესითა, ვითარმეთ, აც შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა. ანუ შენ რა ისა შეურაცხყოფ ძმასა შენსა, რომელთა მიმართ 14:10 და შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავს სხვისა მონასა, რომელთა მიმართ 14:4 და კვალად იტყვის, ამისთვის ნუ ვინ წინა ისწარ ჟამისაგან რას მერიკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაი და გამოაცხადნეს რახვანი იგი გულისანი. პირველი კორინთელთა მიმართ 4:5. რაც უკვე ვითარ გულისხმავხოთ სიტყვა ესე, არა ჯერ არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად. ვითარ უკვე სხვასა ადგილსა იტყვის მოციქულივე, ზედაადეგ ჟამითი უჟამოთ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუ გეშინისეც, 4 და კვალად იტყვის, რომელნი იგი ცოდვიდან, წინაშე ყოველთა ამხილე, რაითა სხვათა მათ ეშინოდის. პირველი ტიმოთეს მიმართ 5:20 და კვალად ქრისტემან ხრქუა პეტრეს, უკვე თუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რა ჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკვე თუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაი შენი. უკვე თუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ან ორი სხვაი. უკვე თუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა. შეადარე მათე 18:15-17. იხილე რავდენი მამხილებელნი წარმოუდგინა და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამე თუ თქვა, უკვე თუ კრებულისაიცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენ და ვითარცა მეზუერე და წარმართი. მათე 18:17. ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განხსნად, უკვე თუ არა უხმდა განკითხვაი. ცუდი იყო ესე ყოველი. და აცცა სოფელსა შინა, უკვე თუ ესე სიტყვა ეგრეთ ეგოს ვითარ იყოს წესიერებაი სოფლისაი, ანუ ეკლესიათაი. რამე თუ უკვე თუ არა განიკითხოს უფალმან მონაი და მამამან, შვილი და მეგობარმან, მეგობარი მრავალი აღორძინებაი და წარმატება იპოვოს უკეთურებამან. რაი არს უკვე სიტყვა ესე. გულისხმავხოთ კეთილად, რაითა არა წამალი ესე ცხოვრებისაი და რჩული მშვიდობისაი შეჰრაცხოს ვინ რჩულად უწესოებისა, რამე თუ ყოვლად ვეკრძალულებით ჯერ არს გულისხმის ყოფაი. და ყოველთავე სიტყვათა უფლისათა ძალისა გამოძიება იგვიღირს და თუ ვითარითა სახითა ანუ ვითარითა პირითა თქმულ არიან, რამე თუ აცცა სიტყვისა ამის წესიერებაი შემდგომისა მის სიტყვისა მიერ გულისხმავიღო უფალმან, რა ჟამს იგი თქვა, რა ისა ხედავ ძველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი. მათე 7:3, ხოლო უკვე თუ ჯერეთსა უმეცართა ძნიად გულისხმისა ყოფილად უჩნს, უმეტესად განმარტებად სიტყვისა ამის ხელხოთ, არა ესვეთ მარტივად განაწესებს სიტყვასა ამას უფალი. არცა ეტყვის მოძღვართა და წინამძღვართა არა განკითხვად და მხილებად მოქმედთა ბოროტისათა, ნუ იყოფინ. არამედ მათ ეტყვის, რომელთა არა თანაედვის სხვისა განკითხვაი ანუ მხილებაი და სავსე იყვნენ თვითბევრეულითა ბოროტითა და სხვათა მცირეთა რათმე და უნდოთა ცდომათათვის ზედა მიუხდებიეთ, განიკითხვიდიან და შეურაცხყოფდიან, რომელნი არცა ხელმწიფებასა მათსა ქვეშე იყვნენ, არცა საურავად მათ და განწესებულ. პირველად უკვე ჰურიათა მოასწავებს აქა, რომელნი იგი მრავალთა ბოროტთა მოქმედნი იყვნეს და სხვათა მწარედ განიკითხვიდეს მცირეთა და უნდოთა ცდომათათვის, რომლისათვისცა უკუანა ისკნელე განცხადებულად აბრალებდა და ეტყო და ვითარმეთ. შეჰკრით თვირთი მძიმე და ძნიად სატვირთავი და დასთვით მხართა ზედა კაცთასა, ხოლო თქვენ თითითაც არ აგნებავ შეძრვად იგი. მათე 23:4 და 10-ულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცუისა და ძირაკისასა და დაგიტეობიეს უმძიმესი სჯულისაი.
სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი. მათეო 23:23. წინაისწარვე უკვე სიტყვითა ამით ამხილებს თომილებასა მათსა, რომელთა ეგულებოდა ბრალობაი და განკითხვაი მოციქულთაი უცოდველთა მათთვის საქმეთა, ვითარ იგი იყო არამარხვე შაბათისაი და უბანელითა ხელითა ჭამაი და მეზუერეთა თანაჯდომაი და სხვაი ესე ვითარი, რომლისათვის წაეტყო და ვითარმეთ, დასწურავთ ბურნაკსა და აკლემსა შთანთქავთ. მათეო 23:24. და მერმე ყოველთა მიმართსა კაცთა ყოფს რჩულისდებასა ამას კეთილსა, გარნაწესსა, ზედათვისა და სამართალსა, რამე თუ პავლეცა რაჟამს თქვა ვითარმეთ, შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავს სხვისა მონასა, და ვითარმეთ, ნუ ვინ წინაისწარ ჟამისა განიკითხავთ, მათ და მიმართ თქვა, რომელნი უზეშთა ესთათვის ისა საზომისა და განიკითხვიდეს საქმისათვის არა განსაკითხავისა. რამე თუ არა თუ ესრეთ განჩინებულად და განუყოფელად თქვა ვითარმე და არა ჯერ არს განმართებაი შეცოდებულთაი, არცა ყოველთა მიმართ იყო შერისხვაი მისი, არამედ მოწაფეთა ჰკდებდა, რომელნი მოძღვართა განიკითხვიდეს და რომელნი ბევრეულთა ბოროტთა თანამდები იყვნენ და უბრალოთა შეასმენდეს და ძვირსა იტყოდეს. ეგრეთვე უფალი ჩვენი იესო ქრისტეცა ესე ვითართავე პირთა მიმართ ყოფს სიტყვასა ამას, რაითა რომლისა და არ არწმუნებული იყოს განკითხვაი მეორისაი, არცა მამა იყოს მისი, არცა მოძღვარი და ხედვიდეს თავსათვისა თანამდებად უმძიმესთა ცოდვათა, არა განიკითხვიდეს მოყვასსათვისა, ამისთვისა სასჯელი მძიმე განაწესა ესე ვითართა მათზე და სახარებაი. რამე თუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნათო 7:2. თარგმანი, რამე თუ არა მას დასჭი, არამედ თავსა შენსა და უსაშინელესსა განიმზადებ სასჯელსა, რამე თუ ვითარცა მოტევებასა მასზე და ცოდვათასა ჩვენ მიერ განაწესა ყოფად დაწყებისა, რა ჟამს გვიბრძანა თქუმად, მომიტევენ თანანადებნი ჩვენი. ვითარცა ჩვენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩვენთა, მათე 6:12. ეგრეთვე სასჯელსა ამასცა შინა განკითხვისასა ჩვენ მიერ ბრძანა საზომისა განჩინებად, რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთო რაითა გულისხმოვყოთ, ვითარმე და არა ყვედრებაი ჯერ არს და უწყალოდ შერისხვაი და ზედამისლვაი უგულისხმოდ, არამედ სწავლაი სიმშვიდით და სიყვარულით, არცა ძვირი სიტყვა იხამს, არამედ განზრახვისა კეთილისა წინა ყოფად, არცა ან პარტავანებით შეურაცხყოფაი, არამედ სიყვარულით განმართებაი. რამე თუ არა მასავნებო ურიდად შეურაცხებითა მით და ბოროტის მეტყველებითა, არამედ თავსა შენსა მძიმესა სასჯელსა შთააგდებ. ხედავა ვითარ ორნი ესე მცნებანი სუბუქნიცა არიან და დიდთა კეთილთა მომატყუებელ მოქმედთა მათთა, ხოლო გარდამავალთა სასჯელისა დიდისა მიზეზი ქმნებიან. რამე თუ რომელმან მიუტევნეს ბრალნი მოყუსისანი, პირველ მისსა თავითვისი განუთავისუფლებიეს ბრალთაგან უშრომელად და რომელი რიდობით და წყალობით გამოეძიებდეს ბრალთა მეორისათა, თავსათვისა დაიუნჯებს განკითხვასა წყალობისასა მის მიერთა მიცახიერებითა. თქواس უკვე ვინმე ვითარმეთ, უკვე თუ ისიძვიდეს ვინ არა ვთქვა, თუ ბოროტ არ სიძვაი. არცა განხმართვა მოქმედი იგი ურჩულოებისაი. ჰე უკვე თუ რწმუნებული ხოს შენ და განმართება იმისი განხმართე, არამედ ნუ ვითარცა ბრძოლი და მტერი ზედა და ესხმირისხვით და განკიქებით, არამედ ვითარცა მკურნალმან წამალი კურნებისაი დაასხი, რამე თუ არა თუ ეგრე თქვა თუ, ნუ დააცხრობ ცოდვისაგან და ნუ დააყენებ, არამედ, ნუ განიკითხავო, ესე იგი არს ნუ მწარე და უწყალო მსაჯულექმნები. და ესეცა საცნაური იყავენ ვითარმე და არა დიდთა მათ და ძნელთა ცოდვათათვის უთქვამს, რაითამცა არა ვაყენებდით მოყვასთა და ძმათა ჩვენთა და უფრო ისხა რომელთა ზრუნვა ირწმუნებული ხოს ჩვენ და არამედ მცირეთა ცდომათათვის. რაითა არა განვადიდებდეთ მეორისათა და ან პარტავანებით ვამხილებდეთ ანუ შევასმენდეთ და ძვირსა ვიტყოდით, ამისთვისცა იტყვის.
ს'ახ არეებაი, რაისა ხედავ ძველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი, 7, 3. თარგმანი, რამე თუ მრავალნია ციკმან საქმესა ამას და იხილიან რაიმე მონაზონი მცირედ რაიმე მეტითა სამოსლითა მოსილი მცნებასა მას უფლისასა მეხსეულად წინა უყოფენ და თავისათვის ისასა არა ხედვენ. ვითარ დღითი დღე იტაცებენ და მიიხუეჭენ გლახაკთაგან და ჭირვეულთა. კვალად უკვე თუ იხილონ მცირისა რაისმე სანუაგისა ჭამად განიკითხვენ, ბასრობენ, ზედა და ესხმიან და არა განიცდიან თავისათვის ისა დღითი დღე შვებასა და მთვრალობასა, არცა გულისხმა ყოფენ. ვითარმე ცოდვათა თვისთა თანა ამისცა ჯერისათვის უმეტეს შეიკრებენ თავთა თვისთა ზედა ცეცხლსა მას გეჰენისასა და ყოვლისავე სიტყვის გებისაგან გამოახუებენ სულთა თვისთა, რამე თუ თვითიგინი განაწესებენ საქმესა ამას. ვითარმე ჯერ არს მცირეთაცა ცთომათა მათთა გამოცულილით განკითხვაი, ნუმცა უკვე მძიმედ უჩნს, ოდეს მათცა ბრალი. მიეხადებოდის ყოველთა საქმეთა მათთათვის. არამედ კეთილად ყურად იღებდიეთ ბრძანებასა უფლისასა. ს'ახ არეებაი, რაისა ხედავ ძველსა თვალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი. ანუ ვითარ ხრქუა ძმასა შენსა, მაცადე და აღმოგიღო ძველი თვალისაგან შენისა და აეგერა დირე თვალსა შინა შენსა. ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თვალისაგან შენისა და მერმე იხილო ძველი აღმოღებად თვალისაგან ძმისა შენისა 7, 3, 5. თარგმანი, სიტყვისა ამის მიერ გამოაჩინებს რისხვასათვისა ესევით არისა მოქმედთა ზედა, რამე თუ სადაცა ენებოს გამოჩინებად, ვითარმეთ ცოდვა იგი დიდ არს და სასჯელისა ღირს და რისხვისა ფრიადისა, რისხვისაცა და შეურაცხებისა სიტყვასა იწყებს. ვითარცა იგი ყომონასა მასზე და რომელი ასისა მის დრახკნისათვის აშთობდა მოყვასათვისა, რამე თუ ხრქუა მას უფალმანო. მონაო ბოროტო, ყოველი იგი თანანადები შენი მიგიტევე შენ, მათე 18-32 ეგრეთვე სახედ აქა იტყვის, ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თვალისაგან შენისა და მერმე იხილო ძველი აღმოღებად თვალისაგან ძმისა შენისა, რამე თუ არა სიყვარულისაი არ საქმე შენი, არამედ სიძულილისაი და სახე კაცთ მოყვარებისაი გმოსიეს, ხოლო საქმესა უკეთურებისასა აღასრულებ. რამე თუ ყვედრებასა და შეურაცხებასა ზომისა უმეტესსა დაჰკრებ მოყვასა ზედა ცთომათათვის მცირეთა და მოძღვრისა წესი მიგიტაცებიეს, რომელი იგი არცა თუ მოწაფედ ღირს ხარ. ამისთვის ორგულად სახელ გდებ, რამე თუ სხვათა ზედა ესრეთ მწარე მსაჯული ხარ, ვიდრეღაც ლველთაცა და უნდოთა განიცდი და შენთა მათ საქმეთა ზედა ესრეთ უდებ ხარ, რომელ დიდთაცა თანაწარ ხდები. აღმოიღე პირველად დირე თვალისაგან შენისა. აჰა ესე რა გამოაჩინა, თუ ვის უხმს არავისი განკითხვაი და ვისა ჯერ არს სხვათაცა განმართებაი. ესე იგი არს ვითარმედ ჯერ არს პირველად დირისაი აღმოღებად თვალისაგან და მერმე ხედვად სხვისა ცდომათა, რამე თუ თავისათვის ისა საქმეთა უაღრესად ხედავს კაცი, ვიდრეღა სხვისათა და დიდ-დიდთა უადვილესად განიცდის, ვიდრეღა მცირეთა და თავითვისი უმეტესად ვისეწყალინ, ვიდრე მეორისაი. აც უკვე კაცო, უკვე თუ მოყვას იგეწყალის, თავი შენი უმეტესად შეიყვარე და განხმართენ ცდომანი შენი, რომელნი უაღრეს სხვათასა იცნი. უკვე თუ კულა თავსათვის საუგულებელს ყოფ, საცნაურ არს ვითარმეთ ძმასაც არა სიყვარულისათვის განიკითხავ, არამედ სიძულილისა და შურისათვის. არამედ არა ჯერ არს შენ და განკითხვაი სხვათაი, უკვე თუ არა პირველად თავი შენი შეიკრძალო და განსწმიდო ყოვლისაგანვე ბიცისა. რამე თუ ვინაითგან მრავალნი ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სწავლანი წარმოთქუნა უფალმან, რაითა არავინ თქვას, თუ ამის ყოვლისა სიტყვით თქუმაი ადვილ არს, რაითამცა უჩვენა, ვითარმედ არც ერთისა თქუმულთა მათგანისა თანამდებ არს.
არამედ ყოველივე კეთილად წარუმართებიეს, ამისთვის იგავი ესე თქვა, რამე თუ ეგულებოდა მას განკითხვაი ბოროტის მოქმედთა მათ, ვით არცე იტყვის, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო. პეტრე 2:22 არა იყო იგი ყოვლადვე თანანდებ ცდომისა, რამე თუ ცოდვაი არ აქმნა, არცა იპოვა ზაკუაი. პირსა მისსა, ესაია 43:9 არცა თუ დირე, არამედ არცა თუ იოტოდენი წველა იყო თვალსა მისსა, არამედ განწმენდილთა თვალითა ხედვიდა და განხმართებდა ცდომასა მას სხვათასა. ამისთვის იტყვის ვითარმე და არა ჯერ არსო სხვისა განკითხვაი, ოდეს თვითვინ მათვე საქმეთა თანანდებ იყოს, რომლისათვის განიკითხვიდეს. და რად გიკვირს უკვე თუ უფალმან ესე ვითარი ესე მცნება იგანაწესა. არა გესმისა, ვითარ ავაზაკიცას ჩულითა მითბუნებითითა ამასვე დაამტკიცებდა და ეტყოდა მეორესა მას, არცაღა გეშინი შენ ღმრთისა, რამე თუ მასვე სასჯელსა შინახარ. და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელ ქმენით მოგვიგებვის, ხოლო ამან არ არაი უსჯულოება იქმნა. ლუკა 23:40-41 კაც უკვე, კაცო, გულისხმაყავ, რამე თუ არა ჯერ არს საქმე ესე, რაით ამცადირესა მაგას შენსა, რომლისა აღმუღებაი თანაგაც, არამცა განიცდიდი, ხოლო მოყუსისა წველასა არა თუმცა ხედევდი, არამედ განიკითხვიდიცა. ესე უწესო არს და უსამართლო, ვითარცა უკვე თუ ვინ შეპყრობილიყოს სენითა ბოროტითა წყლით მანკიერებისაითა და უგულებელს ყოს ძნელოვანი იგი სიმსივნეთვისი და აყვედრებდეს მოყვას სამცირისა რაისმე ნაბრძვილისათვის. ბოროტ არს უკვე არა ხედვაითვისთა ცოდვათაი, არამედ განცდაი სხვისა ბრალთაი, ვიდრეღა დირე თვალთა შინა იყოს, რამე თუ ცოდვაი დირე არს თვალთა და ყოვლისა დირისა უძვირეს. გულისხმავხოთ უკვე, ვითარმედ ესე არს ბრძანებაი უფლისაი და ამას განაწესებს ამის სიტყვისა მიერ, ვითარმედ, რომელი თანამდებ იყოს ბევრეულთა ბოროტთა, ნუ იქმნების მწარე განკითხველი სხვისა ცდომათაი და უფრო ისად, ოდეს ცდომანი იგი უნდო და არა იყვნენ. არა თუ წინამძღვართა აყენებს მხილებისა და განმართებისაგან ცოდვათა ერისათა, არამედ კაცადსა განაკრძალებს, რაითა არა უარყოფდეს, ვინ ცოდვათათვისთა და მოყვასსა განიკითხვიდეს, რომლისა არა თანაედვას მხილებაი ანუ განკითხვაი, რამე თუ ესე საქმე. ვითარცა ფრიადისა უწესოებისა მიზეზი, წინათვე დააყენა უფალმან, რამე თუ ამისგან იქნებიან ბოროტნი მტერობანი, უსახურობანი და ესე ვითარი მრავალი. ხოლო ვინაითგან ყოველივე ესე ვითარი თესლი უკეთურებისაი აღმოჰფხურა კეთილითა ამით სჯულისდებითა, მერმე სხვაი შემოიღო სწავლაი და თქვა. წახარებაი, ნუ მისცემ ციწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუ უკვე დათრგუნან იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განქეთქნენ თქვენ 7:6. თარგმანი, ხოლო თავად მან ქვემორე თქვა, რომელი ყურთა გესმესო, უქადაგებდით ერდოთაზე და მათი 10:27, არამედ არ არაი არს წინააღმდგომი სიტყვათა ამათშინა, რამე თუ არცა მონესვეთ ბრძანებს, თუ ყოველთავე ეტყოდეთ ყოველსავე. არამედ ესე განაწესა, რაითა სადა იგი ჯერ იყოს თქუმად ლუშიშად და კადნიერებით იტყოდინ, და კვალად აქა არა თუ ესრეთ თქვა, თუ დადუმენით და ნურ არას ქადაგებთ, არამედ ესრეთ უბრძანა ვითარმედ. საიდუმლოთა მათ საღმრთოთა და დიდებულთა ნუ გამოუცხადებთ ძაღლთა და ღორთა. ხოლო ძაღლად ამას ადგილსა მათ სახელსტვა, რომელნი არიან ურჩულოებასა შინა უყურნებელსა და უღმრთოებასა ბოროტსა და ღმრთისა მომართ მოქცევისა სასოებაი არა აქვს, და ღორად მათ უწოდა, რომელნი მარადის შეგინებულსა და ბილსა მოქალაქობასა შინა იქცევიან. და ესე ვითართა მათთვის იტყვის ვითარმედ, არა ღირს არიან სმენად საიდუმლოთა ღმრთისათა, არა თუ ინებონ უკეთურებისა მის მათისაგან მოქცევად. ეგრეთვე მოციქულიცა პავლე იტყვის ვითარმედ, მშვენიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისაი, რამე თუ სიცოცხე უჩნმას და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამე თუ სულიერად განიკითხვის.
პირველი კორინთელთა მიმართ 2:14 და სხვა სამრავალსა ადგილსა გულისხმა გვიყოფს ამას წერილი ვითარმედ ბოროტთა საქმეთა მიერ. განხრწნილი ცხოვრება მიზეზი ქმნების არა შეწყნარებად მაღალთა მათ და სულიერთა სწავლათა სრულისა მის წესისა. ამისთვის საუფალი ბრძანებს ვითარმედ ესე ვითართა მათ სასოწარ კვეთილთა და ყოვლითურთ ეშმაკისა და განჩემებულთა არცა თუ განღებად კარისა და ჩვენებად საღმრთოთა მათ საიდუმლოთა ჯერ არს, რამე თუ ისწავლონ რაი უძვირეს იქნებიან და უმეტესად ღამბრძოლად გამოჩნდებიან. რამე თუ გონიერთა და გონებითა კეთილთა რაოდენცა გამოეცხადნენ საიდუმლონი ღმრთისანი უმეტესად პატივსცემენ, ხოლო მედგართა და უგულისხმოთა წინაშე შეურაცხარს, რამე თუ ცოფარიან იგინი გულითა და ამისთვის სწავლა იგი სულიერი სიცოცხლე ურჩნს. ამის უკვე ჯერისათვის არცა გამოცხადებად მათ და ჯერ არს, რამე თუ ღორმანა არა იცის, რაი არს მარგალიტი. ამისთვის ნუცა დაუდევთ მარგალიტსა მის წინაშეო, რამე თუ არ არა ისარგებელი ყოს, არამედ უმეტესად ღა იყოს სავნებელი, რა ჟამს საიდუმლონი იგი დიდებულნი ბოროტთა მათ ისწავლენ, რამე თუ მათ შეურაცხყოფენ და თქვენ უმეტესად მბრძოლად აღგიდგებიან. ამისთვისცა თქვა, ნუ უკვე დათრგუნდნენ იგინი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განქეთქნენ თქვენ. თქვენს უკვე ვიეთმე უგუნურთა ვითარმეთ, რადა არა ესრეთ მტკიცე და ძლიერ არიან საიდუმლონი იგი, რაითა შემდგომად სწავლისაცა შეუხებელად ეგნენ და ვერ მიიღებდნენ მათგან ურჩულონი იგი მიზეზ საბრძოლად ჩვენ და ჰოი უგუნურება ესე ვითარისა მეტყველთაი. ვითარ არა გულისხმა ყოფენ, ვითარმედ არა საიდუმლოთა მათგან არც თომაი ესე, არამედ ციხენეშისა მისგან ბოროტთა მათ კაცთა ისა და მარგალიტი შთავარდის რაი შორის ღორთად დაითრგუნოს მათ მიერ, არა თუ მარგალიტი იგი შეურაცხარ და ამისთვის დაითრგუნის, არამედ ღორთა შორის დავარდა და ამისთვის ესრეთ შეემთხვია. კეთილად უკვე თქვა ვითარმედ, მოიქცენ და განქეთქნენ თქვენ, რამე თუ პირველ სწავლისა იჩემებენ სიცრფოებასა და ისწავლონ რაი სხვა ფერად იცვალებიან, ბრძოლ და წინააღმდგომ იქნებიან მოკიცხარ და მაბრალობელ, ვითარცა იყო უკეთური იგი სიმონ, რომლისათვის წერილ არს, და რა ჟამს რწმენა ფილიპესი სახარებაი სასუფეველისათვის ღმრთისა და სახელისათვის იესო ქრისტესისა, ნათელ იღებდეს მამანი და დედანი. და სიმონსა თვით რწმენავე და ნათელე იყო. საქმე 12:13 და მერმე იტყვის, ვითარცა იხილა სიმონ, რამე თუ ხელისა და დადებითა მოციქულთაითა მოეცემის სული წმიდაი, მიუპყრა მათ ფასი და hrქოა, მომეცით მეცა ხელმწიფობა ესე, რაითა რომელსა დავსვა ხელი, მიიღოს სული წმიდაი. მაშინ hrქოა მას პეტრე, ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავ მწარსაწმედელად შენ და რამე თუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი არცა სამკვიდრებელი სიტყვასა ამას შინა, რამე თუ გული შენი არ არს წფელ წინაშე ღმრთისა. საქმე 8:21 ჭეშმარიტად ძაღლთა და ღორთა უძვირეს იყო იგი. ამისთვისცა არა მისცეს მოციქულთა სიწმიდე იგი, არცა წინა დაუდვეს მარგალიტი იგი მრავალ სასკედლისაი, რაითა არა დათრგუნოს. ეგრეთ იყო ალექსანდრეცა, რომლისათვის მიუწერს პავლე ტიმოთეს, ვითარმედ, ალექსანდრემ ჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩვენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამე თუ ფრიად წინააღმიდგა იგი სიტყვათა ჩემთა. მეორე ტიმოთეს მიმართ 4:14-15 და კვალად იტყვის, რომელთა ემოსოს ხატი ღმრთის მსახურებისაი და ძალსა მისსა უარყოფდნენ, ამათ განეშორე. მეორე ტიმოთეს მიმართ 3:5 და ტიტეს ეგრეთ მიუწერს ვითარმედ, ერესიოცა კაცსა ერთითა და ორითა სწავლითა განეშორე, ტიტეს მიმართ 3:10 რომელ არს მწვალებელი. არა თუ საიდუმლონი იგი ჩვენი უძლურებისა სახე არიან და ვნებისა მიზეზე ქმნებიან,
არამედ იგინი უგულისხმოებითა და უკეთურებითა სავსე არიან. ამისთვის ბრძანებს უფალი, რაითა ესე ვითართა მათ გამომცდელთა და უკეთურებითა სავსეთა არა ვაუწყებდეთ საიდუმლოთა ღმრთისათა. რამე თუ მათცა არა სარგებელი ყოფის ურწმუნოებისა მათისათვის და ბილწებისა და ჩვენცა მიზეზ უმეტესისა ბრძოლისა გვექმნების მათი იგი მეცნიერებაი. ამისთვისცა ჟამს ამას წმიდათა საიდუმლოთასა და კრძალვასა კართასა ხმობს დიაკონი. არა თუ წინამდებარეთა მათ საიდუმლოთა შინაარს რაიმე ღირსი მალვისაი, რამე თუ იგინი არიან ყოვლისა პატიოსნებისა უპატიოსნეს და ყოვლისა დიდებულებისა უდიდებულეს და ყოვლისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს, არამედ უძლურებისა მისთვის და უგულისხმოებისა ურწმუნოთა ისა ვიქმთ ესრეთ, რაითა აღვასრულოთ სიტყვაი უფლისაი. ამისთვის ყოველსა ძაღლისა და ღორისა მიმსგავსებულსა გონებასა უკეთურთასა გარე განასხამს ფხმობელი იგი კათაკუმეველთაი და მერმე დაკრძალვასა კართასა ქადაგებს და ესრეთ აღესრულების საიდუმლო იგი დიდებული. ამისვე ჯერისათვის მაშინ უფალი იგავით ეტყო და ჰურიათა, რამე თუ სმენით ესმოდა და არა გულისხმა ყოფდეს და ხედვით და ვერ იხილეს და პავლე იტყვის, რაითა იცოდიო ვითარ ჯერ არს კაცადისა სიტყვის გებაი. კოლასელთა მიმართ 4:6 ესრეთ უკვე განაწესა რაი ესეც ამცნებაი მეუფემან ჩვენმან და მაცხოვარმან, მერმე ღაღატყო და თქვა მოძღვარმან მან სახიერმან. წახარებაი, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰყოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ. რამე თუ ყოველი რომელი ითხოვდეს მოიღოს და რომელი ეძიებდეს ჰყოს და რომელი ირეკდეს განეღოს 7:7-8. თარგმანი, ვინაიდან მაღალნი და საკურველნი მცნებანი ამცნა და უბრძანა ყოველთა ვნებათა უზეშთა ეს ყოფათ და მახლობელად ცათა აღიყვანა და განუწესა არა ანგელოსთა და მთავარ ანგელოსთა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა მსგავს ყოფათ, ხოლო მოწაფეთათვის არა კმაყო, რაითა მათ ოდენ თავით თვისით წარჰმართონ ესე ყოველი, არამედ სხვათაცა სწავლად უბრძანა და რაითა განარჩევდნენ ბოროტთა და კეთილთა და გულისხმა ყოფდნენ, თუ ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ არიან ძაღლნი და ღორნი, ხოლო ესე საქმენი არა ადვილიყვნეს. გულისხმის საყოფელად რამე თუ ფრიადი დაფარულებაი არს კაცთა შორის და იცოდა უფალმან, ვითარმეთ თქმა დედვა ვიეთმე, თუ ძნელ და შეუძლებელ არიან მცნებანი ესე, ვითარცა სხვა საადგილსა თქვეს მოწაფეთა, და ვის ხელეწიფებისო ცხოვრებად, მათე 19:25, ხოლო რაითა აქაცა არა ეგრეთვე თქვან, ამისთვის ზემოცა მრავალნი სიტყვანი ჭეშმარიტებისანი წარმოთქუნა გამოჩინებად, ვითარმეთ არ არას შეუძლებელსა იტყვის, ხოლო აც გვირგვინი ნუგეშინის ცემისა და სიადვილისაი დაადგა წმიდათა მათ მცნებათა თვისთა, რა ჟამს იგი თქვა, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰყოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ, რამე თუ არა თქვენ ხოლო გიღირს მოსწრაფებაი, არამედ ზეგარდამოისაცა შეწევნისა თქვაი თანაგაც და უეჭველად მოვიდეს შეწევნაი მაღლით და თანამავალ გეყოს ყოველთავე საქმეთა თქვენთა და ყოველივე ძნელოვანი განგიადვილოს. ამის ესე ვითარისა სახისათვის თქვათა ჩვენთა განმარტებაი წინაშე ღმრთისა გვიბრძანა მოთმინებითა ფრიადითა და გულს მოდგინებითა მხურვალითა, რამე თუ ამას მოასწავებს ძიებაი და რეკაი, მოუწყინებელად ვედრებასა, ვითარცა იგი რომელი ეძიებდიცა რასმე საუნჯესა, ყოვლისაგანვე საქმისა შემოიკრიბის გონებაი თვისი და მხურვალებით ეძიებ, და რომელი ხრეკნ კარსა სამეუფოსა, მოუწყინებელად ხრეკნ, ესრეთ თანაგვაც ჩვენ მხურვალეთ და მოუწყინებელად ვედრებაი. აც უკვე, კაცო, ნუ უდები ქმნები, ნუცა გეწყინების თქვათა შეწირვა ღმრთისა და რეკაი კარსა მას წყალობისა მისისასა, ნუ იპოვები მაღალთა ამათ და სულიერთა საქმეთა შინა უმცონარეს მათსა, რომელნი ხორციელთა საფასეთა საუნჯესა ეძიებენ პოვნად. გულისხმა ყავ ვითარმედ მრავალგზის ფრიადი შეგემთხვის შრომა იძიებასა შინა საუნჯისა წარმოვალისასა და ვერ არა იხპოი. და ეგრეცა იჩვეულსა მასზე და საქმესა არავე უდები ქმნები შრომად და ძიებად.
ხოლო აქა სულიერთა ამათ შინა საქმეთა აღთქმაი მოგიღებიეს უტყუელისა მისგან პირისა, ვითარმედ ვეჩველად მოგეცემის თხოვაი შენი, და არცა თუ მცირესა ნაწილსა აჩვენებ ხორციელთა ზედა განწესებულისა მის შრომისასა, ხოლო არა ესრეთ ჯერ არს. არამედ უფრო ისაც სულიერსა ზედა თანაგაც მხურვალედ ძიებაი, თხოვაი და რეკაი, რაითა განგეღოს კარი წყალობისაი და მოგეცნენ უხვებით თხოვანი შენი. ხოლო დაღაცა თუ მეხსეულად არა მოგეცნენ თხოვანი იგი, ნუე მოიწყინებ და წარიკვეთ სასოებასა, რამე თუ ამისთვის თქვაირეკდით და განგეღოს, რაითა გულისხმა ხო ვითარმეთ დაღაცა თუ დაიყონოს განღებად, ჯერ არს უცონელად რეკაი. ამისთვისცა იგავი შემოიღო გამომაჩინებელად პირველ თქმულისა მის სიტყვისა. წახარებაი, ანუ ვინ არს თქვენგანი კაცი, რომელსაც თხოვდეს ძეთვისი პურსა, ნუ ქვაი მისცეს მას. გინათევსას თხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას, 7, 9, 10. თარგმანი, ზემოთ ქვა ვითარმედ, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ და გამოაჩინა, ვითარმედ მოუწყინებელად ჯერ არს თხოვაი, რამე თუ კაცთა ზედა საწყინო არს სამარადისო თხოვაი, ხოლო ღმრთისა უმეტესად საწადელ არს, რაითა დაუცხრომელად ვევედრებოდით. ამისთვისცა დახშულ არს კარი იგი, რაითა განვიფრთხოთ მარადის რეკად და ვედრებად განღებისათვის. ხოლო რაითა არა უცხო გიჩნდეს, უკვე თუ მეხსეულად არა განგიღოს და მოგეცეს თხოვაი შენი, ამისთვის გამოაჩინა ესეცა იგავი, რაითა გულისხმო ვყოთ ვითარმედ არა თხოვაი ხოლო თანაგვაც, არამედ საქმეთაცა ჯეროანთა თხოვაი. ვინ არს თქვენგანი კაციო, რომელსაც თხოვდეს ძეთვისი პურსა, ნუ ქვაი მისცეს მას. აც უკვე ესე გულისხმა ყავ, ვითარმედ დაღაცა თუ ძეხარ, უკვე თუ ქვაი ითხოვ, ანუ გუელი არა მოგცემს სახიერი იგი მამაი, არცა უგუნურებასა შენსა თანაახვების, ხოლო უკვე თუ პურის თხოვ, ანუ თევზი, ვეჩველად მოგცეს თხოვაი შენი. რომელი ითხოვდეს ღმრთისაგან ცუდსა რასმე და ამაოსა საქმესა, იგი ქვასა ითხოვს და რომელი ევედრებოდის მოცემად მის და სავნებელი რაიმე სულისა მისისაი, იგი გუელსა ითხოვს, სამართლად უკვე არა მოსცეს მას მოუაწემან მან სულთამან. ხოლო შენ ნურ არას ითხოვ ხორციელსა, არამედ ყოველივე სულიერი ითხოვე, და მოგეცეს ვეჩველად თხოვაი შენი, ვითარცა წერილ არს ვითარმედ, მოანიჭის თხოვაი მლოცველთა მისთაი. შეადარე მათე 7, 7, 8, 11, რამე თუ ორი საქმე უხმს მლოცველსა შეკრძალვად, ერთად რაითა მოუწყინებელად ილოცვიდეს და სულგრძელებით შესწირვიდეს თხოვათა თვისთაუფალსა გულითა წმიდითა. და გონებითა მიმოუტაცებელითა და მეორედ, რაითა სულიერსა და კეთილსა საქმესა ითხოვდეს. ამისთვის იტყვის ვითარმედ, თქვენცა მოელითო შვილთა თქვენთაგან თხოვისას მენად და უკვე თუ სავნებელი რაიმე თავისა მათისა ითხოვან, არა მისცით, ხოლო ჯეროანი რაისა თხოველი გთხოვიან, ვეჩველად მიანიჭით. ეგრეთვე სახედ იქმს ღმერთი, მამა იგი სახიერი და თკბილი. ესე სწავლა იმარადის გაქუნდინ ძმაო, გულსა შენსა და მარადის უმჯობესსა სულისა შენისასა ითხოვდი და ვიდრემდის მოგეცეს, ნუ დასცხრები ვედრებისაგან, ვიდრემდის ვპო, ნუ მოიწყინებ ძიებად, ვიდრემდის განგეღოს კარი, ნუ განეყენები რეკისაგან. უკვე თუ ესე ვითარითა გონებითა მოუხდე და თხოვანი ჯეროანი შესწირნე და სთქვა, ვიდრემდის მომეცეს არა წარვალ, ვეჩველად მოგეცეს, ესე ვითარსა რა ითხოვდე, რომელი მას შვენის მოცემად და შენთვის კეთილ არს მოღებად, ესე იგი არს. რაითა პირველად მიუტევნე და შეუნდო ყოველი ბრალი შენდამი შეწოდებულთაი და განაგდო შენგან ყოველი ბოროტი გულის სიტყვაი და მერმე წარმოუდგე ღმერთსა, განწმენდილი რისხვისაგან და გულის სიტყვათა და განიპყრნე სიწმიდითა გულისაითა ხელნი, განშორებულნი ბრალთაგან. და ითხოვ სათხოველი სულიერი ვედრებითა. მხურვალითა და მოუწყინებელითა, მე ვარ თავს მდებ შენ და ვითარმედ მოგეცეს, რაოდენი ითხოვ. ესრეთ არს მორწმუნენო, წესი ლოცვისაი და თხოვათა შეწირვისაი.
ხოლო აც ვითარ ჩვენ აღვასრულებთ თხოვათა შეწირვასა საცინელ არსს და საკიცხელ და მსგავს ვართ კაცთა მთვრალთა და ცნობა მიღებულთა. წარვდგებით სავსენი ძვირის ხსენებითა და გულის სიტყვითა ბოროტითა და განვიპყრობთ ხელთა, შებღალულთა ბევრეულითა ცოდვითა და ვითხოვთ სათხოველთა არაც სახმართა, გინა თუ მავნებელთაცა ჩვენთა. Რაღაცა თუ კეთილი რაიმე და სულიერი ვითხოვით და ხსნილობით და უდებებით, მიმოტაცებითა გულისაითა და მოწყინებითა ფრიადითა, ამისთვისაც ცარიელნი და სირცხვილეულნი მართლუკუნ ვიქცით. აც ესე უწყოდეთ ძმაო ვითარმეთ, ოდეს ევედრო ღმერთსა და არა მოგეცეს თხოვაი შენი, ანუ არა მოსწრაფებით და ლმობიერად ხრეკე კარსა მისსა, ანუ თავი შენი უღირსად გამოაჩინე საქმეთა მიერ და გულის სიტყვათა ბოროტთა, ანუ ადრე განეშორე ვედრებასა და არა სულგრძელებით ევედრე, ანუ არა კეთილი საქმე და სულიერი ითხოვე. ხოლო შენს თქვა სადმე, ვითარმეთ, რად არა გვამცნო თუ რა ითანა გვაც თხოვად. გულისხმა ყავ, ვითარმეთ ზემორე კეთილად და ჯეროვნად განგვიწესა, რა იგითანა გვაც თხოვად, ოდეს ლოცვა იგი მამაო ჩვენო ისაი, მოგუცა, რომელსა შინა შემოკრიბა ყოველი კეთილი ვედრებაი. ამას უკვე ნომცა ვინ იტყვის, თუ ვევედრე და არა მომცა, რამე თუ არა მოცემაი ღმრთისა თანა არა არს, არამედ ჩვენ ვართ მიზეზნი არა მოცემისანი პირველ თქმულთა მათ საქმეთა მიერ. ხოლო ღმერთი მდიდარ არს წყალობითა და ქველის მოქმედ მოწყალებითა სწახიერი და უხვად მომნიჭებელი, რომელსა ესოდენ უყვარან მონანი მისნი, ვიდრეღა სიყვარულსა მას მშობელთასა სძლევს და ესოდენ სძლევს. რომელ უკვე თუ შესწორება ივინებოთ ამათისა მის სიყვარულისა და მისისა, იპოვს სიყვარული იგი მშობელთა ის სიყვარულსა მასთან ღმრთისასა არარად და უკეთურებისა მსგავსად. ამისთვისცა ესე ვითარისა ამის სახისა გამოჩინებისათვის თქვა უფალმან. წახარებაი, უკვე თუ თქვენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემათ შვილთა თქვენთა, რავდენ უფრო ისხა მამამან თქვენმა ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნის თხოვდენ მას, 7:11. თარგმანი, ხოლო არა თუ ბუნებასა კაცობრივსას წაგებს და ამისთვის უკეთურად სახელს დებს, არამედ თვისა მას სახიერებასა თანა სიყვარულსა ხორციელთა მშობელთასა უკეთურებად სახელს ტვა. ესოდენ გარდამატებულ არს და აღმაღლებულ დიდად ჩვენიერება იგი და სიმდიდრე კაცთმოყვარებისა მისისაი. იხილია სიტყვაი ჭეშმარიტი და შემძლებელი სრულიად სასოწარ კვეთილისაცა მოყვანებად სასოებისა სიმტკიცედ, ხოლო არიან სხვანიცა აურაცხელნი სახენი მოწყალებისა მისისანი. რამე თუ ამას ადგილსა მშობელნი შემოიყვანა ძლეულნი სახიერებისა მისისაგან, ხოლო ზემორე, ოდეს იგი თქვა განგებულებათა მისთა სიმდიდრე და გვიჩვენა, ვითარმედ მან მოგუცა სული, მან დაჰბადნა ხორცნი და ვითარ იგი თითო სახითა განგებულებითა გვიღუწის. ხოლო ამას ყოველსა ზედა თავი იგი კეთილთაი არა თქვა, არცა ახსენა მოსვლაითვისი, რაითამცა ეთქვა ვითარმეთ, რომელმან თქვენთვის მხოლოდ შობილი ძეთვისი სოფლად მოავლინა და სიკვდილად მისცა ბუნებითა მიტკაცებისა მისისაითა, ვითარ ყოველივემცა არა მოგცა თქვენ. ხოლო დაღაცა თუ ესე უფალმან არ ახსენა ამას ადგილსა, რამე თუ არ გაახსრულებულიყო საიდუმლო იგი ჯუარისაი, არამედ პავლე ღაღადებს და იტყვის, რომელმან ძესაცა თვისა არ ახრიდა, არამედ ჩვენ ყოველთათვის მისცა იგი, ვითარ უკვე არა მითურთით ყოველივე მოგვანიჭოს ჩვენ, რომელთა მიმართ 8:12 გარნა მაცხოვარმან არა ითქვა ამათგანი, არამედ სხვათა ამათ კაცობრივთა იგავთაგან გულისხმა უყოფდა ერთს ამას. და ამასცა გამოაჩინებს, ვითარმედ არცა ლოცვასა ხოლო ჯერ არც სასოებაი და სხვით კერძო უდებებაი, არცა კვალად მოსწრაფეთა უხმსთვისა მოსწრაფებასა ოდენ მინდობად, არამედ ზეგარდამოისაცა შეწევნისა ძიებად და თავით თვისიცა მოღვაწებად. ამისთვის ორსავე ამას სახესა განაწესებს,
პირველ წარმოთქვას სწავლა იფრიადი და შვენიერი და მერმე ლოცვაი განგვიწესა და განაწესა რაი ლოცვაი კვალად სწავლა კეთილთა საქმეთაი შემოიღო კვალად მისგან ლოცვადვე აღგვიყვანა და თქვა ითხოვდით და მოგეცეს თქვენ ეძიებდით და ვპოვოთ ირეკდით და განგეღოს ამისგან კვალად სათნოებისა მოქალაქობასა გვიბრძანებს და ითქვის წახარებაი ყოველი რომელი გინდეს რაითა გიყონ თქვენ კაცთა ეგრეცა თქვენ ხვით მათა მიმართ რამე თუ ესრეთ არს სჯული და წინა ისწარმეთ ყოველნი 7:12 თარგმანი მოკლითა სიტყვითა ყოვლად ბრძენმან მან მეუფემან ყოველივე ზემოთქმული სწავლაი შემოკრიბა და გვიჩვენა ვითარმედ მოკლე გზაი არს სათნოებაი და ყოველთა მიერ საცნაური რამე თუ თქვა რაი ვითარმედ ითხოვდით და მოგეცეს ეძიებდით და ვპოვოთ ირეკდით და განგეღოს მეხსეულად წინამდებარე ესე სიტყვაი შესწინა ვითარმცა იტყო და ვითარმედ უკვე თუ გნებავს თქვათა თქვენთა სასმენელად ღმრთისა მიწევნად და კარისა მის წყალობათა ისა განღებად თქვენ წინაშე პირველ თქმულთა მათ თანა ესეცა დაიმარხეთ და ყოველივე რომელი გინდეს რაითა გიყონ თქვენ კაცთა ეგრეცა თქვენ ხვით მათა მიმართ და არა თქვა ესრეთ ვითარმედ რაოდენიცა გნებავს რაითა გიყოს შენ ღმერთმან ეგრეთვე შენ ხვი მოყულსისა მიმართ რაითა არას თქვა თუ ვითარ შესაძლებელი არს ესე რამე თუ იგი ღმერთი არს და მე კაცი ამისთვის თქვა ყოველი რომელი გინდეს რაითა გიყოს მოყვას მან შენმან და შენთან ამონამან ეგრეთვე შენ ხვი მოყულსისა მიმართ რაიმცა იყო ამისა უსუბუქეს ანუ უჭეშმარიტეს და უსამართლეს ამისთვისცა ისმინე რაბა მიქებაი თქვა ამის წესისაი ესრეთ არსო სჯული და წინაწარმეთ ყოველნი ამისთვისცა საცნაურ არს ვითარმედ სათნოებათა თვისებაი დიდი აქვს ჩვენ და მომართ და ბუნებითნი არიან ჩვენთანა და ყოველნი მეცნიერ ვართ კეთილისა და ვერვინ დასდებს მიზეზსა უმეცხრებისასა ხოლო ვისმინოთ შემდგომიცა წახარებაი შევედით იწროისაგან ბჭისა რამე თუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაი რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად და მრავალნი ვლენან მას ვითარ იგი იწრო არს ბჭე და საჭიროელ გზაი რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედ არიან მავალნი მასშინა 7:13 თარგმანი ვითარ უკვე სხვა საადგილსა ითქვის უფალი ვითარმედ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მცირე არს და აციტრო და საჭირო უწოდა გზასა მას ცხოვრებისასა ხოლო ორივე ესე ჭეშმარიტ არს რამე თუ ტკბილ არს უღელი მისი და ტვირთი მცირე სასოებისა მისთვის მერმეთა მათ კეთილთა ისა რომელთა თვალნი გონებისანი ახილულიყვნენ და მოელოდნენ სასუფეველსა მასცათასა და საშვებელსა მას დაუსრულებელსა და ხილვასა პირისა ღმრთისასა მათ ყოველივე ჭირი წარმავალი სუბუქ და ადვილად ურჩნს ესრეთ უკვე ტკბილ არს უღელი მისი და ტვირთი მცირე ხოლო რომელთა გონებანი ჯერეთ ცრქელიყვნენ და მძლავრებანი ვნებათან იბრძოდნენ და ვერ ეძლოს განცხადებულითა თვალითა განცდათ დიდებასა ღმრთისასა მათთვის იწრო არს ბჭე იგი სათნოებათაი და გზაი იგი საჭირო არა მისისა მის ბუნებისაგან არამედ ჩვენისა უგულისხმოებისაგან ხოლო უკვე თუ ვინებოთ გულისხმის ყოფაი ვიხილოთ საჭირო იგი გზაი ფრიად სუბუქ და ადვილ თქვას ვინმე ვითარმედ რაი არ სიტყვაი ესე ვითარ იტყვი თუ იწრო იგი და საჭიროი ადვილ არს ეგრეთ არს ჭეშმარიტად და ესე ესრეთ გულისხმა ყავ იწროი ესე და საჭიროი ბჭე არს და გზაი და ეგრეთვე ფართო იგი და ვრცელი ბჭევე არს და გზაი ესე იწროი შეიყვანებს ფართოებასა მას საუკუნოისა ცხოვრებისასა და იგი ვრცელი მიიყვანებს იწროებასა ჯოჯოხეთისასა ხოლო ბჭე და გზაი ვითარცა იყოს გინა თუ ვრცელი გინა თუ იწროი დაუდგრომელი არს საქმე მისი და წარმავალი
რამე თუ იხილე, თუ რაოდენი ჟამი ვისეხმარების შესვლასა ბჭისასა, არა მეხსა შინა წარხვლისა, გინა თუ იწრო იყოს, გინა თუ ფართოი? ეგრეთვე მგზავრმან სწრაფ წარხვლის გზაი და დაივიწყის. ამისთვისცა არავინ უფალმა გონებისამან იწროისა ბჭისათვის დაუტევის სავანე კეთილი და შვენიერი და სავსე ფრიადითა დიდებითა და აღირჩიის კარისა მიერ ფართოისა შესვლად სავანესა საძაგელსა და სავსესა მრავლითა ბოროტითა. აც უკვე ვინაითგან ორივე ბჭე არს და გზაი, ერთი იგი იწროე არს და შეიყვანებს ცხოვრებად და მეორე ვრცელ არს და შეიყვანებს წარწმედად, რომელი არს ჭეშმარიტად ადვილ და საწადელ, იწროისა მიერ ბჭისა შესვლაი სასუფეველად ანუ ფართოისა მიერ შესვლაი ჯოჯოხეთად. ჰე ჭეშმარიტად უადვილეს არს იწროისა მიერ შესვლაი ფართოებად, ვიდრეღა ფართოისა მიერ შესვლაი იწროებად. ესე რა წინამდებარე არიან ჩვენ და ორნი სავანენი, ერთი იგი არს ქალაქი მეუფისა დიდისაი, რომლისათვის იტყოდა წინაწარმეტყველი, დიდებული ითქვა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო, რაითა მხიარულიყვნენ ყოველნი, რომელთა მკვიდრობაი მათი შენ შორის არს. შეადარე ფსალმუნი 86:3-7 და კვალად იტყოდა, უფალო, შევიყვარე შვენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი წმიდაი საყოფელი დიდებისა შენისაი, ორი რამე თუ სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო ძლიერო და ცხოელო. ოდესმე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღმრთისასა. ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუ გეშინისვეთ სულსა ჩემსა, რამე თუ განვლო მე ადგილი საყოფელი საკვირველი სახლსა ღმრთისასა. ფსალმუნი 41:3-5 მუნარს ხმაი გალობისა და აღსარებისაი, ხმაი ზატიკობისა მის საუკუნოისაი, მუნარს ნათელი და სიხარული და უსრულებელი და ხილვაი პირისა ღმრთისაი, რომელესე უაღრესი არს და უზეშთა ესი ყოველთა მათ კეთილთა და საშვებელთა სასუფეველისათა. ამის სავანისათვის იტყოდა მოციქული ვითარმე, სურის წარსვლაი და ქრისტეს თანაყოფაი, რამე თუ მაქოს ჩვენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ხელით უქმნელი, საუკუნე ცათაშინა, რამე თუ ამისთვის ვკუნესით საყოფელი იგი ჩვენი ზეცით გამო შემოსად გუსურის. შეადარე მეორე კორინთელთა მიმართ 5:1-2. ამის სავანისათვის ეტყოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მამაო, რომელნი მომცენ მე ნებავს, რაითა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემთანა, რაითა ხედვიდან დიდებასა ჩემსა. იოანე 17:24 ამისთვის ეტყვის მეუფე მარჯვენითთა მათ, მოედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი. მათეო 25:34 ხოლო ამის დიდებულისა და საწადებისა სავანისა ბჭე იწროი არს. არს კვალად მეორე იგი სავანე, სადა არს ბნელი იგი წყუდიადი და ცეცხლი უშრეთი, მატლი და უძინებელი და ტარტაროზი ქვესკნელისაი და განშორებაი პირისაგან ღმრთისა. ხოლო კარი სავანისა მის ბოროტისაი ვრცელ არს და ფართო. აც უკვე რაი სიძნელე არს შესვლაი ბჭისა მისგან იწროისა და პოვნაი ზემოთქმულისა მის დიდებულისა სავანისაი და დამკვიდრებაი მას შინა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა? ანუ რაი სიადვილე არს შესვლაი ბჭესა ფართოსა და დამკვიდრებაი მეორესა მას სავანესა, არა ჩვენთვის განმზადებულსა, არამედ ეშმაკისათვის და მსახურთა მისთათვის. არა ჯერ არს უკვე ძმანო, სუთერთისა ამის იწროებისათვის გარე მიქცევა იწროისა მისგან ბჭისა და საჭიროისა გზისა, მიმყვანებელისა ცხოვრებად საუკუნოდ, რამე თუ ორ კერძო არს სიადვილე კეთილისა მის გზისა ისათნოებათა ისა, ერთად, რომელ ოფლნი და შრომანი მისნი წუთერთ არიან და წარმავალ და მეორედ, რომელ აღსასრული მისი ცხოვრებაი არს საუკუნოი, რომელესე დიდი ნუგეშინისცემაი არს მოღვაწეთაი. აც უკვე წუთერთობაი იგი შრომათაი და დაუსრულებელობაი გვირგვინთაი და რომელ პირველად შრომაი არს და შემდგომად განსვენებაი სამარადისოი, დიდად აღმასუბუქებელ არიან შრომისა მის.
ამისთვისა ნეტარმან პავლე ჭირსა მას სათნოებათა სამცირედ და სუბუქად სახელს თვა კეთილისა მისთვის ნებისა მოღვაწეთა ისა და სასოებისა მისთვის მერმეთა კეთილთა ისა რამე თუ იტყვის ვითარმეთ საწუთროი ესე მცირე ჭირი ჩვენი გარდარეულსა დიდებასა შეიქმს ჩვენთვის რამე თუ არა ვხედავთ ჩვენ ხილულსა მას არამედ არახილულსა რამე თუ ხილული ესე საწუთროი არს ხოლო არახილული იგი საუკუნე არს მეორე კორინთელთა მიმართ 4:17 და ჭეშმარიტად ესე ესრეთ არს, რომელსა შინა არ არს ცილობაი, არცა იჩვი. აც უკვე გულისხმავხოთ, უკვე თუ მენავეთა ხელვანი ზღვათანი. და სიმძაფრენი ნიავქართანი და მხედართა წყლულებანი და სიკვდილნი და მუშაკთა ნეფხვანი და ზამთარნი და თეატრონისა მბრძოლთა დაბძარვანი ხორცთა მათთანი ადვილუჩს და სუბუქ სასოებისა მისთვის ნიჩთა და პატივთა მეფისა ამის მოკუდავისათა გინა ნაყოფთათვის განხრწნადთა გინა საფასეთათვის წარმოვალთა რამე თუ ამათ ყოველთა ნაცვალი შრომათა და ჭირთა მათთა ისაწუთრო არს და წარმოვალ რავდენ უმეტესად სათნოებისა მუშაკთა და მოსაგრეთა ზეცისა მეუფისათა უხმს არარად შერაცხვა შრომათა და ოფლთა ამათ მცირედ შეამისათა ბინა იდგან. იციან ვითარმედ მოსაგებელად მათ და განწესებულ არს სასუფეველი ცათაი და კეთილნი იგი მიუთხრობელნი და ნიჭნი წარუვალნი. ხოლო უკვე თუ ამას ყოველსაზე და ჯერეთ საჭირო ვიეთმეუჩნს კეთილი იგი და სანატრელი გზაი და საწყინო მათი სამის დახსნილობისა და ხორცმოყვარებისაგან არს იჩვი ესე. ხოლო ესე მებ რომელიც როდ სახელს თვა უფალმა გზასა მას დიდად განაადვილებს სიძნელესა მისსა რამე თუ განაფრთხობს ამით სიტყვითა გონებასა მსმენელთასა ვითარცა იგი პავლე იტყო და რაი ვითარმეთ არა არს ბრძოლაი ჩვენი ხორცთა მიმართ და სისხლთა ეფესელთა მიმართ 6:12 არა თუ ამისთვის თქვა რაითა დახსნეს გონებანი სულიერთა მათ მხედართანი არამედ რაითა განაღვიძნეს და საღვთო იგი ყოვლად საჭურველი შეჰმოსოს ეგრეთვე უფალი ჩვენი და მეუფე ამათ სიტყვათა მიერ განკრძალვაი და განფრთხობაი ენება მოგზაურთაი მათ სამეუფოისა გზისათა ამისთვის იტროდ და საჭიროდ სახელს თვობჭეს ამას და გზასა ცხოვრებისასა და არა ესეოდენ თქვა განსაკრძალველად მათ და არამედ სხვასაცა სახესაკრძალვისასა შემოიღებს ქვემორე და უჩვენებს ვითარმედ მრავალნი არიან ბრძოლ და დამაბრკოლებელ უხილავნიცა და ხილულნი გარნა ამას ყოველსაზე და შენ ნუ საჭიროს ამას მისსა და იწროებასა ხედავ არამედ აღსასრული მისი იხილე თუ სადა მიმყვანებელ არს რამე თუ აღსასრული მისი ცხოვრებაი საუკუნოი არს ნუცა კვალად წინა მდგომისა მის გზისა სივრცესა და ფართოებასა განიცდი არამედ აღსასრული მისი გულისხმა ჰყავ წარსაწყმედელი იგი ჯოჯოხეთისაი ხოლო სხვასაც ადგილსა თქვა ვითარმედ რომელნი იძულებდნენ მათ მოიტაცონ სასუფეველი ცათაი მათე 11:12 და ესე ყოველი ამისთვის შორის შემოიღო რაითა გულს მოდგინებაი ჩვენი განაძლიეროს რამე თუ ყოველმან მხედარმან იხილის რაი ვითარმედ მეფე ბრძოლასა მისსა ხედავს და განიცდის გულს მოდგინეთ შევან და ეწყობინ ბრძოლთა და არახრიდის მახვილსა არცა წყლულებასა აც უკვე ჩვენცა ძმანო გულისხმავხოთ ვითარმედ მეუფე ჩვენი სახიერი იგი და ტკბილი ყოველსავე ჭირსა და შრომასა ჩვენსა ხედავს და განიცდის და აღსწერს ცათაშინა ნუცა უკვე მწუხარე ვართ ნუცა მოვშიშ და მოწყინე იწროებასა მას შინა და შრომასა ღმრთის მსახურებისასა რამე თუ რაღაცა თუ იწრო არს ბჭე და საჭირვალ გზაი არამედ ქალაქი იგი რომელსა შემავალ ვართ ვრცელ არს და კეთილ და შვენიერ ამისთვის ნუცა გზასა ზედა ვეძიებთ განსვენებასა და შვებასა ნუცა ქალაქსა მას შინა მოველით რას შრომასა ანუ ჭირსა რამე თუ რომელნი ღირს იქმნენ მუნშესლად ვერ შესაძლებელ არს მოგონებად ანუ თქუმად რაბამი აქვს შვებაი რაბამი დიდებაი რაბამი სიხარული და ყოველივე იგი საუკუნე არს და დაუსრულებელ განუძღომელ და სამარადისო
მათ კეთილთა ეტრფიალნეს წმიდანი მოწამენი და არაც შეჰრაცხეს სოფელი ესე და საქმენი მისნი, არც აჰრიდეს ხორცთა თვისთა, არამედ მისცნეს იგინი ცეცხლსა და მახვილსა და მხეცთა და ზღვასა და ძვირძვირთა მათ სიკვდილთა. და იხილეღა საქმე მათი, ყოველივე სოფელი ნივთი თურთ მისით მბრძოლა და უდგინა ეშმაკმან, მეფენი და მთავარნი, კაცნი და მხეცნი, ცეცხლი და წყალი, ქვეყანაი და ჰაერი, შიმშილი და წყურილი, ნეფხვანი და ყინელნი, მახვილნი თითოსახენი, დუღილნი სიავრთანი, სიმძაფრენი ურმის თვალთანი, ძელნი აღმართებულნი და ლანძუნი განხურებულნი, ორღანონი იგინასხმანთა დამხსნელნი, სახვეტელნი გვერდთანი და დაჭედანი ტერფთანი, სიმძიმე ბორკილებისა და ხუნდებისაი, სიმხრალე დილეგისა და ორმოებისაი, საგვემელნი შოლტებისა და არგნებისანი. საშრიალნი კაპანთა და პარეხთანი, წყუდიადნი საყოფელთა საჭიროებელთანი, კრულებით სლვანი ქვეყანითი ქვეყანად და სოფლითი სოფლადნი, მოწყვედანი შვილთაგან და მშობელთა და მეუღლეთანი, კიცხევანი და ბასრობანი და შეურაცხებანი შეურაცხთაგანი, და ყოვლით კერძო იძლია მათისა მის დიდისა ახოვნებისაგან. და რაიღა მე ვთქვა, რამე თუ მოუძლურდების ენაი ღვაწლთა და ჭირთა მათთა სიმრავლისა და სიფიცხისა მითხრობათ, არამედ სასოებითა საუკუნეთა მათ კეთილთაითა და სიყვარულითა მეუფისა მის უკვდავისაითა სიხარულით და უცონელად წარვლეს საჭირო იგი გზაი და შევიდეს იტროისა მის მიერ ბჭისა სივრცესა მას სასუფეველისასა. ნეტარ არიან იგინი და სამგზის სანატრელ, რამე თუ ჭირითა მცირედ ჟამითა მოიყიდეს დიდებაი წარუვალი, მისცეს საწუთროი და მოიყიდეს საუკუნოი, მისცნას ხორცნი და სული აცხოვნეს, მცირედითა სისხლითა სასუფეველი ცათაი მოიყიდეს, ეჰა ვაჭრობაი გონიერი. ეჰა ცვალებაი ესე შეუმსგავსებელი. ეგრეთვე კვალად ღმერთ შემოსილთა მამათა მათივე გზაი და ღვაწლი შეიშუროს და მსწრაფ-მსრბოლ იქმნეს იწროისა მის და საჭიროისა გზისა. ყოველივე სოფელი უარყვეს საქმითურთ მისით და გულის თქუმით, მოაკუდინეს ხორცნი ყოველთავნებათა თანა მისთა. და ესენიცა ახოვნად ეწყვნას ბოროტსა მას მძლავრსა, სოფლის მპყრობელსა მას ბნელისასა. იქცეოდეს შიშველნი, მშიერნი და წყურიელნი, ნაკლულევანი, ჭირვეულნი, ძვირხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცდომილნი, თათა და ქუაფთა და ხურელთა ქვეყანისათა. ებრაელთა მიმართ 11:27 და ესრეთ პოეს მათ გზა იგი ცხოვრებისაი და კარი სასუფეველისაი. მცირედითა შრომითა ყოველნივე საუკუნენი საშუებლად მოიყიდნეს და 1000 წილად მოიღეს სასყიდელი შრომათა მათთა იღმთისა მიერ. ვინ არა სურვიელი ყოს, ანუ ვინ არა ჰბაძვიდეს კეთილსა მას და გონიერსა ვაჭრობასა მათსა. ჭეშმარიტად იწროისაგან ბჭისა შევიდეს ცხოვრებად საუკუნოდ. არამედ ეჰა უბადრუკებაი მრავალთაი, ეჰა უგუნურებაი და სიცოფე. ვითარ აღირჩევენ ბჭესა მას და გზასა ვრცელსა, რაითაც უთერთ ფართოებასა შინაიყვნენ და საუკუნოდ იწროებასა. ხოლო ჩვენ ნუმცა ვბაძავთ ვერაგობასა მას მრავალთასა, ნუცა გუწადის წარმავალი ესე და ცუდი ფართოებაი, არამედ მცირედნი იგი შევიყვარნეთ, საჭიროისა მის გზისა მავალნი. და მათსა მას სიბრძნესა და გონიერებასა მივემსგავსნეთ და ყოვლითურთ შემოვიკრიბნეთ გონებანი ჩვენი შესვლად იწროსა მას ბჭესა ცხოვრებისასა, რამე თუ არა ხოლო თუ იწროი არს ბჭე მცირედ ჟამითა ამით იწროებითა და გზაით საჭიროელ, არამედ დამაბრკოლებელნიცა მრავალნი ჰქონან, ამისთვისცა შესწინა და თქვა უფალმან. წახარებაი, ეკრძალენით სრულწინა წარმეტყველთაგან რომელნი მოვიდოდიან თქვენ და სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ 7:15. თარგმანი, აჰა ესე რაზე მოხსენებულთა მათ თანა ძაღლთა და ღორთა სხვაიცა სახე წინააღმდგომთაი გვაუწყა, ფრიად მათსა უძვირესი, რამე თუ მათი განცხადებული არს ბრძოლაი, ხოლო ამათი, დაფარული, ამისთვის მათგან განყენება იბრძანა, ხოლო ამათგან
დიდად კრძალვაი და გონიერად რიდობაი. და ცრუწინა წარმეტყველად სახელს თვა რაითა მოახსენოს, ვითარმეთ პირველ მათსაცა ყოფილარიან ესე ვითარნი, და არაფრიად შეშინდეს, ეს მას რაი ვითარმედი წროისა და საჭიროისა გზისა სლვაი წინაოც და ესოდენი წინააღმდგომნი ებრძვიან. ვითარმცა ეტყო და ვითარმედ, ნუ სულ მოკლე ხართ და მოშიშ, რამე თუ არა თქვენზე და ოდენ იქმნების ესე, არამედ პირველთაცა წინა წარმეტყველთაზე იყვნენ სრუწინა წარმეტყველნი და სხვანი ბევრეულნი განსაცდელნი, რამე თუ მარადის ეშმაკი მბრძოლი არს ჭეშმარიტებისაი, პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე. ხოლო ცრუწინა წარმეტყველად აქა არა მწვალებელთა ოდენ მოასწავებს, არამედ მათცა, რომელნი საქმეთა ბოროტთა მოქმედნი იყვნენ და სათნოებასა იჩემებდნენ, რომელთაცა მრავალნი მაუცრად სახელს დებენ. ამისთვისცა თქვა ესრეთ. წახარებაი, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი 7, 16. თარგმანი, ესე იგი არს ვითარმეთ რაღაცა თუ იჩემებდნენ სათნოებასა, არამედ ამისთვის განვაცა ეიწროება იგზისა იმის, რაითა მაუცართა მათ ემხილოს, რამე თუ ვერ ძალუც მრავალ ჟამჩემებაი კეთილთა საქმეთაი, ოდეს შინაგან ბოროტითა სავსე იყვნენ. რამე თუ ვინაითგან მცირედნი არიან ჭეშმარიტებით მავალნი მის გზისანი, ნუ მათ ხბაძავთ, რომელნი ორგულებით ვიდოდიან, არამედ ჭეშმარიტებით მავალთა მიემსგავსენით. ხოლო არა თქვა თუ, ტანჯენით ესე ვითარნი იგი, არამედ, ეკრძალენით ოდენ თავთა თქვენთა, რაითათვის ისახიერება იაკაცა გამოაჩინოს. ხოლო რაითა არა თქვან თუ, ვითარ განვარჩინეთ იგინი სხვათაგან. ამისთვის სახე შემოიღო კაცობრივი, მიმსგავსებული საქმესა ამას წინამდებარესად და თქვა. წახარებაი, ნუ უკვე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ ყურუისთავთაგან ლეღვი. ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმა ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმა ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ხელეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფი ხენეში გამოღებად, და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად 7, 16, 18. თარგმანი, ხოლო სიტყვა ესე ესრეთ არს ვითარმეთ, ნუ ტყავს ამას ცხოვრისასა განიცდით, არამედ ძალი საქმეთა მათთა იხილეთ და ნაყოფთა მათთაგან იცნენით იგინი, რამე თუ ბოროტმა ნაყოფი კეთილი ვერ გამოიღის, ვითარცა მოციქული იტყვის, ვითარმეთ. ზრახვა იგი ხორცთა ისიკუდილარს, რამე თუ რჩულს ამას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალუც. შეადარე რომაელთა მიმართ 8, 6, 7. ეგრეთვე უფალი აქა გულისხმა გვიყოფს, რაითა არავინ თქვას, თუ ხენეშმა ხემან ნაყოფი ხენეში გამოიღის, არამედ ოდესვე კეთილიცა გამოიღის. ამისთვის უფალი ორგზის შეჰკეთს სიტყვას ამას და იტყვის, ვითარმეთ, არა ესრეთ არს, არამედ მარადის ხენეში ნაყოფსაცა ხენეშსა გამოიღებს და კეთილისა გამოღებად ვერ ხელეწიფების, ვითარცა იგი კეთილმან ხემან არა ოდესღვის ნაყოფი ხენეში. ხოლო იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმეთ, არა მრავალგზის კაცი კეთილი მიიქცისა ბოროტისა მიმართ და კვალად ბოროტი მოიქცის და იქმნის კეთილ. რამე თუ მრავალნი იპოებიან სოფელსა შინა სახენი ამის საქმისანი. არამედ ესე ესრეთ გულისხმა ყავთ, ვითარმეთ ქრისტე არა თუ ამას იტყვის, თუ შეუძლებელ არს რაითამცა ბოროტი მოიქცე კეთილისა მომართ, ანუ კეთილიმცა მიიქცა ბოროტისა არა ამას იტყვის, არამედ ესრეთ გულისხმა გვიყოფს, ვითარმეთ მას შამსა ვიდრეღა სიბოროტესა შინა იყოს, კეთილისა ნაყოფისა გამოღებად ვერ ხელეწიფების, ხოლო მოქცევად ბოროტისაგან კეთილისა ხელეწიფების. უკვე თუ კულა უკეთურებასა შინა ეგოს ნაყოფსა კეთილსა ვერ გამოიღებს, ვერცე კეთილი კაცი ნაყოფსა ხენეშსა იქმს. და ვითარ დავით კეთილი იყო და ნაყოფი ხენეში გამოიღო, მრუშებაი და კაცის კვლაი. არა თუ სიკეთესათვისა ეგო და ესრეთყო ნაყოფი იგი ხენეში, ნუ იყოფინ.
არამედ შეიცვალა სიკეთისაგან და ესრეთ გამოიღო ნაყოფი იგი ხენეში. ხოლო უკვე თუმცა დადგრომილიყო თვისა მას სიკეთესა ვითარ მარადისარ, იგიმცა ნაყოფი ვერ გამოეღო, არამედ დააკლდა სიკეთესა მას სათნოებისასა და ამისთვის ყო ნაყოფი ცოდვისაი. კვალად განიფრთხო და თვისავე სიკეთესა აღვიდა და მერმე გამოიღო ნაყოფი სინანულისაი. ეგრეთ არს ყოველი კაცი, ვიდრე მდის კეთილსა შინა იყოს, ბოროტსა ვერ იქმს, ვერცა ბოროტი სიბოროტესა შინა თვისა კეთილსა გამოიღებს ნაყოფსა, უკვე თუ არა შეცვალოს გონება ითვისი. ამისთვის ესრეთ კეთილად და განჩინებით თქვა უფალმან, რაითა არა გარეშესა წესსა ვხედვიდეთ, არამედ შინაგანი საქმეთა მიერ განვიცადოთ და ნაყოფთა მათთაგან ვიცნეთ იგინი. ხოლო ვინაიდან ტანჯვაი და გუემაი ესე ვითართაი მათ არა გვიბრძანა, ამისთვის რაითა მათსა ეშინოდის და ღმრთისმსახურთაცა ნუ გეშინისცემაი აქუნდეს, გამოაჩინებს ვითარსა სასჯელსა მიეცემიან მოქმედნი ბოროტისანი და იტყვის. სახარებაი, ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი 7, 19, 20. თარგმანი, ხედავა ვითარ არაკმა არ სარწმუნოებაი, არამედ საქმენი კეთილნიცა ჯერ არიან მოგებად. რამე თუ რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი სათნოებისაი, მოეკუეთების და ცეცხლსა დაედების. და კვალად ესეცა გულისხმა ყავ ვითარმეთ სასწაულად მართლმორწმუნეობისა სათნოდ მოქალაქობაი განაწესა და თქვა, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი. უკვე თუ ჭეშმარიტად სათნონი იყვნენ, არა დაიფარვის საქმე მათი, არამედ საცნაური ქმნას. ხოლო სიტყვათა ამათ მიერ უნაყოფოება იცა ჰურიათაი გამოსახა, რომელთა ვერსა და გამოიღეს ნაყოფი რაიმე კეთილი. ამისთვისცა სიტყვანი იოვანესნი ახსენა, რამე თუ იგიცა ამითვე წესითა ეტყო და მათ, რა ჟამს შემოიღო სახეთ სახელი იგი ცულისაი და მოკვეთა იხისა მის უნაყოფოისაი და დადებაი ცეცხლსა უშრეთსა. სწავლა იქ, ვითარმედ უმძიმეს ჯოჯოხეთისა არს გამოურდომაი იგი სასუფეველისაგან და ვითარმედ კეთილნი საქმენი უაღრესად ბრწყინვალე ყოფენ კაცსა, ვიდრე დიდებაი სოფლისაი. გულისხმობთ უკვე მორწმუნენო და ვისწრაფოთ გამოღებად ნაყოფისე კეთილისა, რაითა არა შთავცვივეთ ცეცხლსა მას საუკუნესა. რამე თუ საგონებელ არს თუ შთავრდომაი ცეცხლსა მას გეჰენიისასა ერთი ოდენ სატანჯველი არს, ხოლო მე ვიტყვი ვითარმედ, უკვე თუ ვინ გულისხმობს, ყოს ორი სატანჯველი ამას შინა, რამე თუ რომელი ცეცხლად მიეცემის. პირველად სატანჯველად მისა არს გამოურდომაი სასუფეველისაგან და მეორედ შთავრდომაი ცეცხლსა. ხოლო გამოურდომაი იგი სასუფეველისაგან ფრიად უმძიმეს და უმწარეს არს გეჰენიასა მას ცეცხლისასა. და ვიცი, ვითარმედ მრავალთა გეჰენიისაგან უმეტესად ეშინის, ხოლო მე გამოურდომაი დიდებისა მისგან ფრიად უმწარეს მიჩნს სატანჯველსა მას გეჰენიისასა. რაღაცა თუ ვერ შემძლებელ ვარ სიტყვით გამოჩინებაი ამის საქმისაი, არა საკვირველ არს, რამე თუ არა უცხით ნეტარება იგი მიუთხრობელთა მათ კეთილთაი და ამისთვის ვერ გულისხმობთ სიმწარესა მას და უბადრუკებასა მათგან განვრდომისასა. ხოლო პავლე და მსგავსთა მისთა იცოდეს, ვითარმედ დაკლებაი დიდებისა მისგან საუკუნო ისა უძვირეს არს ყოვლისა სატანჯველისა, გარნა მეშინის, თუ მაშინ მცნად სიმწარე და სიმძიმე ამის სატანჯველისა იღოდეს თავით თვისით შთავცვივეთ მას შინა. არამედ გევედრები მხოლოდ შობილო ძეო და სიტყვა ღმრთისაო და შეგივრდები სახიერო და მოწყალეო, ნუმცასა და გვიხილავს გემოიაო რაცხელისა ამის და სასტიკისა სატანჯველისა, რამე თუ სიმწარისა და სიძნელისა მისისა სიტყვით გამოჩინებაი შეუძლებელ არს. და ესე ესრეთ გულისხმა ყავთ, რაოდენ შემძლებელ არს კაცადი გულისხმის ყოფად, გამოვსახოთ გონებათა ჩვენთა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, რომლისა სიკეთისა არა არ დასასრულ, არცა იპოებინ ვინ მსგავსი მისი.
და აქუნ მას სიქველე და ახოვნებაი შეუმსგავსებელი ყოვლისა სოფლისაგან და შემკობილ ან სიბრძნითა უფროის ყოველთა ძეთა კაცთა ისა და ყოველივე სათნოებაი ესოდენ არ მისთანა, რომელ არცა თუ ერთივის კეთილთაგან იძალედვის მოგებად მსგავსად მისა, არა თუმცა ყოველთა მათ ქველის საქმეთა მისთავის ძალედვა ბაძვად. ხოლო კეთილთა მათ თანა ესოდენთა აქუნ მას მეუფებაიცა ყოვლისავე სოფლისაი და დიდება იმისი აღემატის უფროის ძეთა კაცთასა. ხოლო სიკეთისა მის და შვენიერებისა მისისათვის, ახოვნებისა და სიქველისა და გარდამატებულისა მის პატიოსნებისა და უხვებისა და დიდად შვენიერისა მეუფებისა მისისათვის ბუნებითითა სიყვარულითა შეიყვარის იგი ყოველმან კაცმან, ვითარცა ვის უყვარნ თავითვისი. მოვიგონოთ უკვე ვითარმედ ამის ესე ვითარისა კეთილისა, სახიერისა და დიდებულისა ჭაბუკისა იმამაინცა იყო და ხედვიდა მის სამცა ყოვლითა კეთილითა შემკულობასა, რაიმცა არა ინება მან თავსდებად, რაითამცა არა დააკლდა მისსა ხილვასა. ვინაიდან თვითსა ბუნებითითა სიყვარულითა შეპყრობილ არ მისა მიმართ და მისი იგი დიდად შვენიერებაი და აღმატებული დიდებაი ბუნებითსა სიყვარულსა მრავალწილად განამრავლებდეს. რომელიმცა შრომაი, რომელიმცა ჭირი არა აღირჩია, მან მოთმინებად სამარადის ოთხილვისათვის ესე ვითარისა მის შვილისა და მარადის თანასუფევად მისისა მის მეუფებისა და დიდებისა. ეგრეთვე უკვე საუკუნისა მისთვის დიდებისა გულისხმავხოთ, რამე თუ ამისთვის მამაი ვახსენე და ძე ესე ვითარი გამოვსახე, რომელ უმეტეს არს ყოველთავე სიყვარულთა ბუნებითთა მამისა იშვილისა მიმართ სოფელსა ამას შინა და უფროისად, ოდეს ესე ვითარი კეთილი და საყვარელი შვილი იპოოს. გარნა არ არა იპოების სახე მსგავსი სოფლისა საქმეთაგან მერმისა მისთვის საუკუნისა, არამედ მცირედისაგან შემსგავსებისა მოვალთ გულისხმის ყოფად უხილავთა მათ. აც უკვე რომელიმცა საყვარელი და საწადელი შვილი იყო ესრეთ სასურველ ვითარდიდებისა მის საუკუნოისა და კეთილთა მათ მოუგონებელთა დამკვიდრებაი და ყოფაი ქრისტესთანა, ტკბილისა მის და სახიერისა მეუფისა, რომლისა დიდად შვენიერებაი აღმაღლებულ არს უფროის სესკნელცათა და დიდებაი მისი თვალთ შეუდგამარს ყოველთავე ზეცისა ძალთაგან, რაიმცა იყო უსაწადელეს, რაიმცა იყო უსასურველეს მის წინაშე ყოფასა და პირისა მისისა სიხარულით და კადნიერებით ხილვასა. ამისთვის ვიტყვი ვითარმედ მწარე არს და მოუთმენელ ცეცხლი იგი გეჰენიისაი და სხვანი იგი სატანჯველნი, გარნა დაღაცა თუ ბევრეულნი ვინ გეჰენიანი თქუნეს, ვერ შეასწორებს სასტიკებასა მას და სიმწარესა მის მწუხარებისა და ჭირისასა. ოდეს განვარდეთ სანატრელისა მის დიდებისაგან, ოდეს მოძულებულ ვიქმნეთ ქრისტესგან, ოდეს გუესმას ვითარმედ, არა გიცნით თქვენ, მათე 7:23, 25, 12, ოდეს გულქვას ვითარმედ, ფშიოდა და არა მეცით მეჭამადი, მათე 25, 42 და სხვა ესე ვითარი, რამე თუ უმოლხინეს არს ბევრეულთა სატანჯველთა. შთავრდომაი ვიდრეღა სახიერისა მის პირისა გარე მიქცევაი ჩვენგან და თვალისა მის ტკბილისაი არა მოხედვად ჩვენზე და ესე ესრეთ გულისხმავხოთ, უკვე თუ თავად მან ესოდენ შემიყვარნა ჩვენ, განდგომილნი ესე და მტერქმნულნი ვიდრეღა თავსაცათვისა არ ახრიდა, არამედ მისცა სიკუდილად, რაითა მომიძინეს წარწმედილნი ესე და შეცდომილნი მთათა ზედა და უახთა. შემკრიბნეს წყალობით, ოდეს ჩვენ. ამას ყოველსა ზედა ვიხილოთ იგი მშიერი და არცა თუ პური მიუპყრათ, რომლითაღა თვალითა ვიკადროთ მერმე ხილვად მისა. ხოლო გულისხმაყავ მისი იგი სახიერებაი სიტყვათა მათგანცა, რომელთა ეტყვის მარცხენით მდგომარეთა მათ, რამე თუ არა წარმოიტყვის ქველის მოქმედებათა მისთა სიმრავლესა, არცა შემოიღებ შორის ყოველთა მათ კეთილთა მისთა და იტყვის ვითარმედ, ეჰა, უბადრუკნო და საწყალობელნო, ვითარ უგულებელს მყავთ მე, რომელმან ესოდენი კეთილი გიყავთ თქვენ, რომელმან არა არსისაგან არსად მოგიყვანენ, სული პირმეტყველი მოგეც თქვენ, თავრად სოფლისა დაგადგინენ, თქვენთვის შევქმენ ცაი და ქვეყანაი და ზღვანი, ჰაერნი და ყოველნივე ნივთნი.
სოფლისანი და ამათ ყოველთა მეუფედგან გაწესენ და მერმე ურჩებითა მით თქვენითა და ლირბობითა განხვარდით საშვევლისა მისგან რომელი მიგეც. კვალა და არავე უგულებელს ხვენ, არამედ მოვეძიება და თქვენთვის თავს ვისხენ გინებანი და შეურაცხებანი, მონათა თანა შევირაცხე, თავს ვიდევ ნერწყვაი და ყურიმლის ცემაი, გუემაი და კიცხევაი, ჯვარცუმაი და სიკუდილი შეურაცხი. და აღდგომითა ჩემითა განგაცხოვლენ და ძველებულნი ეგე ჯოჯოხეც შინა, განდგომილნი ეგე და რისხოვლნი და გაგენ ღმერთსა და მამასა, სულიწმიდაი მოგანიჭე, ბჯენი სასუფეველისანი განგიხვენ, გექმენ თქვენ თავ და გიწოდე ასოებ ჩემდა. გექმენ თქვენ სამოსელ უკუდავებისას, სიძე უხრწნელებისას სახლ. შვენიერებისა, ძირცხოვრებისა, საჭმელ და სასუმელ უოხრტნოებისა, წყემს კეთილ მეუფეს სახიერ, თავს ვიდევ ძმად თქვენ და წოდებად და თანამკვიდრ ჩემდა გიწოდე და ბნელისაგან ნათლად მოგიყვანენ, სიკუდილისაგან, ცხოვრებად, ციგლახაკისაგან, სიმდიდრედ. ესე ყოველი და ამისაფრიად უმრავლესი აქონდა თქუმად და არა ეთქვის, არამედ ეგრეთ სარიდობით ვეცოდვასა ხოლო მათსა ამხილებს. და პირველად მოუწოც მართალთა, რაითა უჩვენოს, ვითარმედ მათიცა ეგრეთვე ენება, არამედ მათ არა ინებეს. და მერმე არა ეთქვის, თუ წარვედით ცეცხლს ამას თქვენთვის განმზადებულსა, ვითარცა იგი მართალთა ხრქვა ვითარმედ, მოვედით და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დაბადებითგან სოფლისაით. მათე 25-34, ხოლო მათ ეთქვის. წარვედით ცეცხლს ამას განმზადებულსა არა თქვენთვის არამედ ეშმაკისათვის და მსახურთა მისთათვის, რამე თუ მშიოდა და არა მეცით მეჭამადი, შეადარე მათე 25, 41, 42 და შემდგომი ამისი. რაოდენისამცა სატანჯველისა არა უმწარეს იყვნეს ესე სიტყვანი და უძნელეს. რამე თუ უკვე თუ კაცი ვინ ქველის მოქმედითვისი და კეთილის მყოფელი იხილოს შიმშილსა შინა და წყურილსა ანუ სხვასა რას მეჭირსა და ძალედვას ხელის აპყრობად მისა და შეწევნად და არა ქმნას ესე, არამედ ცარიელი გარემი აქციოს და შეურაცხებით თანაწარ ხდეს და მერმე მოვიდეს დიდებული იგი კაცი სახეთ თვისად და შევიდეს დიდებასავე თვისა და მივიდეს მისა კაცი იგი უმადლოი მოქენეთ საჭირო ისა რა ისმე და თანაწარ უალისა საქმისა და დააყვედროს მან მისი იგი უმადლოება იორთა წინაშე გინა სამთა მეგობართა გულისხმა ყავთ, თუ რაბა მიმცა სირცხვილი მოიწია მისზე და არამცა სწადოდა, რაითამცა მას ჟამსა განეღო ქვეყანაი და დაფარა იგი. ჭეშმარიტად. რაიმე უკვე ვხოთ ჩვენ, ოდეს წინაშე ყოველთავე დაბადებულთა საგუესმას სახიერისა მის მეუფისაგან უზომოისა მის უმადლოებისა ჩვენისა ხვედრებაი და განვისხმოდით პირისა მისისაგან, რა ჟამს გურქვას, წარვედით ჩემგან, ესე იგი არს. გამოუთქუმელთა მათ კეთილთაგან და მოუგონებელისა მის დიდებისაგან. რაიმე იყოს ჩვენ და ესე რა იგუესმას, რა ჟამს წინაშე ესოდენისა მის კრებულისა წარმოგვიდგენ ბოროტნი საქმენი ჩვენი წინაშე ჩვენსა, ოდეს შევიკნეთ ხელით და ფერხით და განვითხინეთ ბნელსა მას გარესკნელსა და ცეცხლსა მას უშრეთსა, სადა იყოს ტირილი და ხრჭენა იკბილთაი. შევიშინოთ საყუარელნო, თქუმულთა ამათ სიტყვათაგან, არა სამღერელსა შინა არს ცხოვრებაი ჩვენი და უფრო ისღა ესე ვთქვა ვითარმედ, საწუთროი ესე ცხოვრებაი სამღერელ არს, ხოლო საუკუნოი იგი, არა ესრეთ. და უკვე თუ კეთილად ვინ გულისხმა ყოს, სამღერლისაც აუძვირეს არს საწუთროი ესე, რამე თუ არა სიცილად განილევის, არამედ დიდი საზღვევისა და ვნებისა მომატყუებელ გვექმნების. და გულისხმა ყავთ საქმე ამის სოფლისაი, ვაშენებთ ტაძართა, მოვიგებთ აგარაკთა და სოფელთა, ვიმოსებით ძოწეულითა და პორფირითა, ვჭამთ და ვსუამთ და განვსცხრებით. ესე ყოველი ამოვებითა და მსწრაფწარმოვალობითა სამღერელსა მცირეთა ყრმათასა უარეს არს და უმეტესად ამაო, ხოლო სატანჯველნი ამათ ესე ვითართა საქმეთათვის შემზადებულნი მტკიცე არიან და წარუვალ.
ხოლო რომელი ესე ვერ გულისხმავთ, ნუ გვიკვირს, რამე თუ ჯერეთ ყრმა ვართ გონებითა და უგუნურ. ოდეს სრულ ვიქმნათ ცნობითა, მაშინ ვცნათ, ვით არმედ ესე ყოველი სამღერელი არს ყრმათაი. ვითარცა იგი სოფელსა შინა ყრმა რაი ვიყვნით, ვიმღერდით, შევიკრიბით თიხაი და ღინჭოი და აღვაშენებდით ტაძართა და კვალად ვიქმნით მეფე და მთავარ და სხვა ესე ვითარი მრავალი არსაძიებელ ჩვენ და ხოლო აღვიზარდნით რაი, ვეცინოდით ესე ვითარისა მოქმედთა. ეგრეთვე აცრაი ესე ჩვენ და საწადელ არს და საყვარელ, აღსრულებულთა სულიერთა հասაკითა საცინელ უჩნს და საკიცხელ. ხოლო ყრმათაც აღაშენია რაი ხინჭოთაგანი სახენი ტაძართანი, უკვე თუ ვინ დაარვის, გოდებდია. ეგრეთვე ჩვენ დაკლებასა ზედა და დაჭირვებასა ხორციელთა საქმეთა სამწუხარე ვართ და მგლოარე. ამისთვისცა ყოველნივე წმიდანი და ღმრთისმსახურნი მწუხარე არიან ამის ესე ვითარისა უბადრუკებისა ჩვენისათვის და სიცოფისა. არამედ განვიფრთხოთ, ძმანო და მოვიდეთ ჩვენცა հասაკსა და ცნობასა სულიერსა, ვიდრე მდის ვიმღერით და საკიცხელ ვყოფთ თავთა ჩვენთა და თანამდე ვიქნებით საუკუნო ისა მის სასჯელისა, ვინაი იგი ვერ ვისხელეციფების ხსნათ ჩვენ და არცა მშობელთა, არცა შვილთა, არცა ძმათა გინა მეგობართა. აჰა ესე რა ყოველი ესე დიდებაი და შვებაი საწუთრო ისაი წარხდეს და გემონი და გულის თქმანი მისნი უჩინო იქმნენ, ხოლო ამათ მიერი სატანჯველი ეგოს ჩვენზე და უკუნისამდე. განვიფრთხოთ უკვე გევედრებით და შევიყვარნეთ კეთილნი საქმენი, რომელნი იგი პირველ ამიერ მიცვალებისა და მუნმისვლისა, სადა იგი სასყიდელი საქმეთაი განწესებულ არს, მებრაქავე სანატრელ და ბრწყინვალე იქმან მოქმედთა მათთა. და ესე ესრეთ გულისხმა ყავთ, გამოვსახოთ კაცნი ორნი, ერთი იგი შეიკრებდინ საფასეთა და ვაჭრობდინ ზღვით და ხმელით და ყოვლით კერძო განდიდრდებოდნენ და არა ვიტყვიან გახრებისათვის, დაღაცა თუ ძნიად იპოვების ესე ვითარი კაცი გარეშე ანგახრებისა, გარნავ თქვათ, თუ არა იყოს მისთანა ანგახრებაი, არამედ მოსწრაფებითა და გონიერებითა მისითა შეიკრებდინ სიმრავლესა საფასეთასა, მოიგებდინ სოფელთა და მონათა მრავალთა და წარემატებოდენ სიმდიდრესა შინა, რაოდენცა ენებოს. ხოლო მეორე იგი სწორი ყავ მის და სიმდიდრითა და მისცემდინ. ყოველსავე გლახაკთა, შეჰმოსდინ შიშველთა, ზრდიდინ მშიერთა, შეეწეოდენ ჭირვეულთა, განათავისუფლებდინ პრობილთა, გამოიხსნიდინ ძვირხილულთა, მოიყიდდინ წარტყუენულთა. ვინ უკვე ამათ ორთაგანი შეგირაცხიეს საყვარელ და სანატრელ. არა ვიტყვი მერმისა მის საუკუნისასა, არამედ ამას მებრსაწუთროსა, რომელი უაღრესად და უმჯობესად გიჩნს, შემკრებელი იგი ოქროისა და ვეცხლისაი, ანუ ქველის მოქმედი იგი ჭირვეულთაი, ნავთსაყუდელი ღელვაგუემულთაი. არა ერთი იგი მსგავს არსა ანგელოსა ღმრთისასა და მეორე ესე, არცა თუ კაცსა კეთილსა, არამედ ყრმასა რას მეცოფსა და უგუნურსა. აც უკვე თუ თვინიერ ანგახრებისა და მოხვეჭისა მოგებული სიმდიდრე ესრეთ არარაი არს რაიმე ვთქვათ მათთვის, რომელნი უკეთურებითა და ანგახრებითა განდიდრდებოდი, რომელნი ამავებასა თანა და უგუნურებასა საუკუნოთაცა სატანჯველთა თანამდე ყოფენ თავთათვისთა? ჭეშმარიტად ტირილისა და გლოისა ღირს არიან ესე ვითარნი იგი. ხოლო გნებავს თუ სხვა იცა სახე სათნოებისაი შემოვიღოთ სიტყვასა ამას შინა. გამოვსახნეთ ორნი კაცნი სხვანი, იყავნ ერთი იგი შემოსილდიდებითა ფრიადითა, ქებული ერთა მიერ და წინა მძღვარი ლაშქართაი, შემკობილი ოქროქსოილითა და აღმხედრებული ეტლთა ოქროლესულთა და წინა მსრბოლნი მახვილოსანი და სხვითა ყოვლითავე დიდებითა აღმაღლებული. არა სანატრელად საგონებელ არსა ესე ვითარი იგი. მოედით უკვე ამასცა წინა აღუდგინოთ ღმრთისმსახურებისა სახე, იყავნ მეორე იგი კაცი მშვიდი და ძვირუხსენებლი, დაბალი და სულგრძელი და თავს იდებდინ გინებათა და შეურაცხებათა, მაწყევართა მისთა აკურთხევდინ, მდევართა მისთა კეთილსა უყოფდინ,
მოძულეთა მისთა უარობდნენ და სხვითა ყოვლითავე სათნოებითა შემკულიყავენ. რაც უკვე ამათ შორის ვინ არ საკვირველ და საწადელ, სუავი იგი და ან პარტავანი, ან უღმრთისმოყვარე ესე და მდაბალი. არა მსგავს არსა ესე ანგელოზთა ზეცისათა, შემკობილთა უნებელობითა და ღმრთისმოყვარებითა და მკურნალსა კაცობრივისა ბუნებისასა? ხოლო მეორე იგი სამარესა განგლესილსა, გარეშე და შინაგან სავსესა სიმყრალითა და ძუალებითა მკვდართაითა, გინა თუ მჯდომსა განსივებულსა, რომელიც სავსე არ მწუთხითა და შარლითა, რამე თუ ნამდვილ ესე ვითართა სახეთა მსგავს არს ყოველივე დიდებაი ამის სოფლისაი. რა ისათვის მე ხზუაობ, კაცო და ხმაღლოი ეტლთათვის შვენიერთა და ცხენთა მრავალფასისათა და სამოსელთა წარჩინებულთა? ესე ყოველი ამავებაი არს ამავებათაი, ვითარცა სოლომონი იტყვის, უძლურეს არს შროშანთა ველისათა, ადრე დაჭნობათთა, წარმავალ არს ვითარცა აჩრდილი, დავიწყებად არს ვითარცა სიზმარი. ხოლო მუშაკი იგი სათნოებისაი და მოღვაწე ღმრთისმსახურებისაი ჭეშმარიტად სანატრელ არს, რამე თუ მსგავს არს ხესა ნაყოფიერსა, სავსესა სურნელებითა და ბრწყინვალებითა, და ახარებს ყოველთა რომელნი ხედვიდენ მას. შენ გმოსიეს სამოსელი, შესაჭმელი მღილთაი და ქმნული მატლთაგან, რამე თუ ოქროი და ვეცხლი და ძოწეული და პორფირი, რომელიმე მიწა არს და ნაცარ, და რომელიმე მატლთა მიერ და ჭიათა შემოღებული სოფლად, ხოლო რომელი შემკობილ იყოს სათნოებითა. მისსა მას სამკაულსა არა ხოლო თუ მატლი და მღილი ვერავნებს, არამედ ვერცა თუ სიკვდილი შეეხების. და ესე სამართალ არს და ჭეშმარიტ, რამე თუ არა მიწისაგან და ქვეყანისა არს შობაი სათნოებათაი, არამედ ნაყოფნი არიან სოფლისანი და ზეცისა საუნჯეთა შინა დამარხულ არიან. ამისთვის არა შეეხების მათ არცა მღილი, არცა მპარავი, არამედ უნებელ არიან და საუკუნო. რომელი უკვე არს უმჯობეს და უპატიოსნეს, მითხარ, კაცოს, სიმდიდრე ანუ სიგლახაკე? პატივი ანუ შეურაცხებაი? შვებაი ანუ სიყმილი? საცნაურ არს ვითარმეთ სიმდიდრე უაღრეს არს და პატივი და შვებაი. და ამათ შორის კვალად სახელი უმჯობეს არს ანუ საქმე. ჰე, ჭეშმარიტად საქმე. უკვე თუ საქმე არა იყოს, რაიმცა იყოს სარგებელი სახელისაი. რაც უკვე თუ სახელსა ეძიებ, საქმისაგან ცარიელსა, რაითამცა გეწოდებოდა მდიდარ და შენ იყო პურის მთხველ, და გეწოდებოდა მცა პატიოსან და შვებულ, და შენ იყო მომხმარ და ყოველთაგან გინებულ, უკვე თუ ესე გთნავს. გიყვარდინ საწუთრო ესე და საქმენი მისნი და ნაყოფი უგუნურებისა შენისაი მოისთლო. ხოლო უკვე თუ ჭეშმარიტებასა საქმეთასა ეძიებ, დაუტევე ქვეყანაი და ყოველი რაი არს მასშინა, მოიძულე სოფელი და გულის თქმანი მისნი და ყოველივე ცხოვრებაი შენიზეცად მიცვალე, რაითა ჰპოვა ჭეშმარიტი იგი სიმდიდრე, პატივი საუკუნოი და შვებაი სამარადისოი, ყოფაი ანგელოზთა თანა, ხილვაი პირის აღმთისაი, რომელი იგი უაღრესი არს და უზეშთაესი ყოველთა კეთილთაი. არა უწყია, რამე თუ საწუთროისაი ამის ყოველივე ცრუ არს და ამაო, მაცთური არს და წარმწყმედელი. ხოლო მის საუკუნოისაი ყოველივე ჭეშმარიტ არს, მტკიცე და შეურყეველ და სამარადისო. იგი გამოვირჩიოთ, მორწმუნენო, იგი შევიყვაროთ, იგი მოვიგოთ, რაითა შფოთისა ამის და ამბოხებისაგან სოფლიოისა განვერნეთ და დიდითა სიმდიდრითა ნავთსაყუდელსა მას მყუდროსა შევევედრნეთ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.